დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს. ვილისანიოლის გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. ზუსტად 20 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხის შემოგთავაზებთ. მატჩს ჩვენი ჟურნალისტი ნინო გაბელია დაესწრება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნინო, ხედავ კომაგებთან ერთად ხარ. როგორია განწყობა დღევანდელი მატჩის წინ? ლაშა, ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო ციებ-ცხელება იწყება. ზუსტად 2 საათზე ნაკლები რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩამდე. ტრადიციულად კომაგების მსვლელობა უკვე დაწყებულია. ჩვენ ნელ-ნელა უახლოვდებით დინამო არენას, სადაც დღეს ველოდებით ჩვენი ნაკრების გამარჯვებას. თქვენ გესმით შეძახილები, გამხნევება ჩვენი ეროვნული ნაკრების და ჩემთან ერთად ახლა იმყოფება კომაგების ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, სტაჟიანი წარმომადგენელი ჯვანშერ გაიარა საფეხბურთო ესე სანაკრებო პაუზა დასრულდა და დღეს ვართ საქართველოსა და თურქეთის მატჩის მოლოდინში. ტრადიციულად კომაგების მსვლელობა დაწყებულია. როგორია მოლოდინი თქვენი გულშემატკივრები? მოლოდინი არის ძალიან დიდი ხანია ამ თამაშს ველოდებით და ბილებს ვილესავთ ისე ვარ რა. მთელი დღეა ამ თამაშს ველოდებით. გუშინ ნელ-ნელა მოდის ეს ატმოსფერო და გვინდა რომ ის ატმოსფერო და შეგრძნება რაც ჩვენ გვაქვს ფანებს გადმოგცეთ რა. საერთოდ სხვანაირი ატმოსფეროა აქ. ვინმე თუ აქვე ახლოს ხართ, ჩამოდი, შემოუერთდი ჩვენ მსვლელობას. ეხლაც არის კიდე კვირასაც გვექნება ბულგარეთთან და აუცილებლად შემოგვიერთდით, დავაანონსებთ ჩვენ ამ ყველაფერს და ერთმანეთს დაუდგეთ, რაც მეტნი ვიქნებით ყოველთვის ყველა თამაშზე, მით უფრო მაგარ შედეგს დავდეთ რა. დღესაც ჯერა რომ ამ თამაშს მოვიგებთ და საღამოს თურქული ინდაური საცივ შევჭამ. ზოგადად მსვლელობაზე რა სიტყვით? ეს ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა და ხალხი ესე მასშტაბურად გიერთდებათ და ერთგვარ ესე თქვა ტრადიციად იქცა ეს შეძახილები და ეს მსვლელობა ყოველი სანაკრებო თამაშის წინ, რაც ერთგვარი მუხტი არის ჩვენი ნაკრებისთვისაც და იმ კომაგებისთვისაც, რომლებიც დინამო სტადიონზე გველოდებიან ახლა. ჩვენ სულ ვცდილობთ რომ ის ატმოსფერო და თან ოპერატორს თხოვს გვაჩვენოს კადრები თუ როგორ მოემართებიან კომაგები. სულ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვინდა ის ემოცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ გადავდოთ ჩვენ ფეხბურთელებს. ქალაქმა შეიგრძნოს, რომ დღეს აქ არის თამაში. ჩვენი ქვეყანა თამაშობს, ჩვენი დროშა, გერბი უნდა გამოხვიდეთ და ყველამ უნდა რავი, რთულია რა, იმდენად ემოციურად ვართ ეხლა ყველა აქ, ვისაც კადრში ხედავთ, უნდა შეიგრძნოთ. ერთხელ მაინც უნდა მოხვიდეთ ჩვენ მსვლელობაზე რა. დიდი მადლობა. დღეს იმედია საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს. შენ კი ძალიან დიდი მადლობა რომ გამოეყავი ესე ვთქვათ ჩვენს მეგობრებს და ჩვენთან ერთად იყავი. ახლა კი დაუბრუნდი მათ და გისურვებ წარმატებებს. ლაშა, ესეთი განწყობაა მოკლედ დინამო სტადიონისკენ მივემართებით, როგორც უკვე გითხარით და ახლა შეგიძლიათ მოისმენოთ ასევე იმ კომაგების მოსაზრება, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ და ელოდებიან დღევანდელი მატჩის დაწყებას. ნებისმიერ დროს ბრძოლისთვის ვართ განწყობილი, სადაც არ უნდა ვიყოს და ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, ამიტომ დღესაც მსვლელობა გვაქვს, გავამხნევებთ ნაკრებს, ყველაფერს დავდებთ ის, რაც შეგვიძლია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რაც ჩვენს მოვალეობად ჯერ კიდევ 15 წლის წინ გავიხადეთ. გავაკეთებთ ყველაფერს და დარწმუნებულია, რომ ბიჭებთან ერთად მივაღწევთ წარმატებას. დიდხანს ველოდებოდით ამ თამაშს და ძალიან მოტივირებული ვართ, როგორც კომაგები, ისევე უბრალო გულშემატკივრებით. დიდხანს ველოდით მართლაც ამ თამაშს და ღმერთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ფეხბურთელებით ფორმაში არიან, ჩვენი ქვეყნის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია როგორც ჩემპიონი ისე დაუბრუნდა თავის ერს და დღეს იმედია გაგვახარებს. შეეხება დღევანდელ შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან, რატომ არის ეს მატჩი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ახალი ციკლი, ახალი ეტაპი იწყება, ასე ვთქვათ. ეს გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი, რაც შეეხება ჩვენ ჯგუფში არის ესპანეთი, თურქეთი, ჩვენ და ბულგარეთი და აქედან გამომდინარე თურქეთი ჩვენს უშუალო კონკურენტად განიხილება, ასე რომ დღეს იქნება უდიდესი ბრძოლა ამ არენაზე, რადგანაც თურქეთი საკმაოდ ძლიერი გუნდით არის ჩამოსული. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებს აქვს
და კიტეიშვილისა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ დღევანდელი შეხვედრა მოიგოს. თქვენ კი ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას მოკლე ესე ვთქვათ ინტერვიუ რომელიც მატჩის წინ საზოგადოებრივ მაუწყებლის სპორტულმა გადაცემამ ტაიმაუტმა ჩაწერა ექსკლუზიურად, რომლის ვრცელ ვერსიას უკვე 7 საათზე სპეციალურ საფეხბურთო ტაიმაუტში იხილავთ. არც ერთი ფეხბურთელი 1%-ს არ დავაკლებთ, პირიქით 1%-ს ზევიდან დავამატებთ, რომ ეს ოცნება რაც ერთი ოცნება რაც ავიხდინეთ და მეორე ოცნება რაც დაგვრჩა, სოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ერთი დიდი ზეიმი კიდევ ერთხელ განვიცადოთ, რაც ძალიან ეხმარება ჩემპიონატით ქვეყანას განვითარებაში. ასე რომ ველოდებით მატჩის დაწყებას, საფეხბურთო განწყობა ნამდვილად არის თბილისის ქუჩებში, ასე რომ ლაშა ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო. დღეს საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს და ველოდებით ამ შეხვედრის დაწყებას, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. მადლობა ნინო, დარწმუნებული ვარ დღეს ჩვენი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ მოიპოვებენ მთელი საქართველოსთვის გამარჯვებას.